საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. ამიტომაც მეორენაირად ღვთისმშობლის ბაღს უწოდებდნენ. დედამიწაზე ყველაზე წმინდა ადგილი პალესტინა, რადგან იქ იშვა, აღიზარდა და ჯვარს ეცვა, აღსდგა მკვდრეთით მაცხოვარი, ხსნელი კაცობრიობისა იესო ქრისტე. მაგრამ ნივთიერი სიწმინდით ყველაზე წმინდა ადგილია საქართველო, რადგან აქ სვეტი ცხოველში განისვენებს მაცხოვრის კვართი, ყველაზე ძვირფასი, რაც კი დედამიწაზე არსებობს. საქართველოშივეა ყოლაწმინდა ღვთისმშობლის პერანგი, რომელიც კვართის შემდგომ ასევე პირველ სიწმინდედ არის აღიარებული. ეს უდიდესი საგანძური ზუგდიდში, დადიანების სასახლეში განისვენებს. ასევე საქართველოშია ძველი აღთქმის უდიდესი სიწმინდე ილია წინასწარმეტყველის ხალემი, მოსასხამი, რომელიც დიდ სასწაულებს ახდენდა, რომლის შესახებაც ბიბლიაშია მოთხრობილი. ჩვენს ქვეყანაში ასევე მრავალი სიწმინდეა დავანებული, მაგრამ ზემოთ მოყვანილთა გამო საქართველოს პირველი წმინდა ადგილია დედამიწაზე. არის კიდევ ერთი რამ, რის გამოც საქართველო და კერძოდ თბილისი სულიერ ცენტრად ითვლება მსოფლიოსი. ეს არის ერთი დღის მოწამეთა სიმრავლე. არც ერთ ქვეყანას ამდენი წმინდა მოწამე 100,000 არ ჰყოლია. კიდევ ერთი რამ, რის გამოც ჩვენი საქართველო მსოფლიოს ცენტრად ითვლება. თიანეთის რაიონში, სოფელ ნადოკრასთან, არის არჩილ მეფის მერვე საუკუნის მონასტერი. აქ განისვენებს პირველი მოწამე მეფე, როგორც დასავლეთისთვის, ასევე აღმოსავლეთისთვის, როგორც კათოლიკურ, ასევე მართლმადიდებლურ სამყაროსათვის. ღვთის შეწევნით თიანეთის რაიონთან მრავალი წლის ურთიერთობა მაქვს. მრავალი ხნის მანძილზე დავდიოდი ამ მშვენიერი კუთხის ტყეებსა და მთებში. ქალაქში დაღლილი გულს ვაყოლებდი ბუნებას. ასწლოვანი წიფლნარი და მუხნარი, ანტა და რცხილა, კუნელი, ნეკერჩხალი, მრავალი სხვა უიშვიათესი ჯიშის ხეები უდიდეს სულიერ და ფიზიკურ შვებას მკვრივდნენ. კენკროვანმა მცენარეებმა, სოკოებმა, ულამაზესმა მინდვრის ყვავილებმა ღრმად და შინაარსიანად მიიზიდეს ჩემი გული. ამ ხეტიალში შევამჩნიე უამრავი ეკლესიარი ადგილი, ასახლარები, დაშლილი და მთელი კოშკები, ციხესიმაგრეები, გალავნები, ზოგიერთმა მათგანმა არნახული შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ფიქრობ, რომ ეს ძეგლები მსოფლიო მნიშვნელობის დონის ხელოვნება. დროთა განმავლობაში ვამჩნევდი, რომ ეს ტაძრები, ციხესიმაგრეები მტკაվել იშლებოდა და ინგრეოდა. იმის წარმოდგენაც კი მზარავდა, რომ ეს ყველაფერი ერთ დღესაც გაქრებოდა, აღიგავებოდა პირისაგან მიწისა. როგორც დაიშალა და დაინგრა თიანეთის ერთ-ერთი უდიდესი ციხესიმაგრე, ცნობილი ცხრაკარა, რომელსაც მირზა გელოვანმა, თიანეთელმა პოეტმა ლექსი მიუძღვნა. ჩემს ბავშვობაში 9 მთათა კალთას ციხე რა მიდგა მთაზე მაღალი, ცხრაკარა ერქვა და თითო კართან 9 ლოდი იწვა 9 ძმის მაგვარი. მე ყოველ დილა ავდებდი აღმართს,
მოწყენილი და უმიზნოდ ჩუმი, ჩამოვჯდებოდი დაანგრეულ თახთან, დაყურს ვუგდებდი წარსულის დუმილს. მაგრამ ნელ-ნელა შევიგენ თითქოს, ძნელია უხმო აჩრდილებს მიხვე, ყოველ დღე ლოდი ცვიოდა თითო და მტკივნეულად ოხრავდა ციხე. ასე დაინგრა მთაზე მაღალი ციხე, ჩვენი კულტურის ერთ-ერთი შესანიშნავი ძეგლი. არ შეიძლება ჩვენ შევეგუოთ ამას და რაც გაგვაჩნია დაუნგრეველი ყოველი ღონე ვიხმაროთ, რომ გადავარჩინოთ და შემოუნახოთ შთამომავლობას, როგორც ოქროს საუნჯე. ამ მიზნით შევქმნით ეს ფილმიც. თიანეთის რაიონში არის კიდევ ერთი დიდი სიწმინდე ჟალეთი. აქ ამაყად დგას მე-4-მე-5 საუკუნის მონასტერი, რომელიც თავად წმინდა ნინომ დააარსა. წმინდანის ლოცვა ეხლაც უხვად ეფინება არემარეს და რაღაც უჩვეულოდ სასიამოვნო გარემოს ქმნის. ქართლის ცხოვრებაში ვკითხულობთ. მოვიდა წმინდა ნინო და დაადგა ადგილსა ჟალეთს, მსგავსსა სამოთხისას. მაგრამ არც ამით ამოიწურება თიანეთის სიწმინდეთა ნუსხა. კიდევ ერთი დიდი ისტორიული ამბავი ღვთის უდიდესი სასწაული მომხდარა აქ. მე-17 საუკუნეში, როდესაც საქართველო დაუძლურებულიყო, ტრის შემოსევებით და გადაშენება ელოდა, უფალმა დაიფარა იგი. წმინდა მოწამეებმა ბიძინა, შალვა და ელიზბარმა მთიელთა მცირე რაზმი შიგ თიანეთში შეკრიბა. როგორც მემატიანი ამბობს, ისინი დაელოდენ უმთვარო ღამეს და დაიძრენ ალაზნის ველისაკენ. და მოხდა გამოცხადება წმინდა გიორგისა, რომელიც წინ გაუძღვა ქართველთა ჯარს და დიდგორის ბრძოლის მსგავსად მოხდა ძლევა ის საკვირველი. საქართველო გადარჩა. სხვათა შორის ხალხური გადმოცემა ამბობს, რომ ბახტრიონის ომის გმირები კვირია მათურელი და ლელა თიანეთის რაიონშია დასაფლავებული. თიანეთის რაიონის თითოეული სოფელი, მთა, ბორცვი მოფენილია ტაძრებითა და ნიშებით. თიანეთის რეგიონის მახლობლად არის ერთი ულამაზესი ტაძარი, ოქროს ხანის დროს ნაშენი. მაგრამ დღეს ეს დიდებული ეკლესია სანახევროდ დანგრეულია. უყურებდით განცვიფრებული ამ შესანიშნავ სიწმინდეს და ხელოვნების უდიდეს ნიმუშს და თითქოს აღმოვაჩინეთ მასში მსგავსება დღევანდელ საქართველოსთან. იგიც ძველია როგორც სამშობლო ჩვენი. ლამაზია, დროსა და ჟამს საქართველოს მტრების არ იყოს, დაუზიანებია. შეუძრავს, მოუსპია ბევრი ჩუქურთმა. გაუძარცვავს, მაგრამ დგას ისევ, როგორც უბადლო მხედარი ქრისტესი. უნდოდა მტერს დაეჩოქებინა საქართველო, მაგრამ ვერ დააჩოქა. უნდოდა დაემახინჯებინა, მაგრამ უფრო გალამაზდა. უყურებდით ტაძარს და ვამბობდით, როგორ გავს საქართველოს, დაღლილს, დაქანცულს, ნაომარს, 1000 ჭირ გამოვლილს, მაგრამ მაინც მედგარს, ლამას გაუტეხილს. შენ ისე ღრმა ხარ ქართულოცაო, შენ ისე ღრმა ხარ, სამკვიდრო შენს ქვეშ მტრად შემოსულმა ვერავინ ნახა. ვერცა ოსმალომ, ვერცა მონღოლმა და ვერცა სპარსმა, შენი დიდების მომღერალია ოშკი და ზარზმა, ბებერი ტაო, შენ ისე ღრმა ხარ, ისე ფაქიზი, ქართულოცაო.
უყურებდით ტაძარს და უცებ საქართველოსთან ერთად ჩვენი პატრიარქი მოგვაგონდა. ფიქრობდით ჩვენი სულიერი მამა საქართველოს მსგავსად იტანჯა. ამ ტაძარივით ცხოვანია იგი. ამ ტაძარივით ლამაზია, მშვენიერია. მას ხომ საოცარ დროში მოუწია ცხოვრება. პატრიარქობის მეფობის დროით არავინ კურთხეულა ასე ხანგრძლივად, არც ჩვენს ქვეყანაში და არც სხვაგან. თითქოს იგი მშვენებაა ჩვენი ქვეყნისა, თითქოს იგი ოქროს გვირგვინია ჩვენი ისტორიის. ვაკურთხე უწმინდესო და უნეტარესო, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ქვეყნის შვილები, თქვენი სულიერი შვილები, უმრავლესობას ხომ თქვენ აუხილეთ სულიერი თვალები, თქვენ დაგვანახეთ ნამდვილი საქართველო.